გოგოების როგორ ახართ? ჩვენ გადასარევად არაჩვეულებრივად ბანდა ადგილზეა. დღეს მივდივართ თეთრ მღვიმეში და წავიდეთ ერთად მოკლედ და მოგიყვებით თუ რა დანიშნულება აქვს თეთრ მღვიმეს. გოგოებო, ჭკვიანად, თან ბარგი მიგვაქვს. ხელცარიელი კი არ მივდივართ. შეიარაღებულები ვართ პლედებით, მოსაცმელებით და ისაც თეთრ მღვიმეს შესახვევი. იქეთ პირდაპირ რომ ვაგრძელებთ გზას, მივდივართ ცივ ტბაზე. აქეთ არის თეთრ მღვიმეს გზა. ოპა. წავედით ახლა. ცენტრალური გზიდან მალევე არის. მოვედით. აქვე არის საპარკინგე ადგილიც. გადასარევად დააპარკინგებ მანქანას და ესე ბილიკით უნდა ჩახვიდე ქვემოთ. დანი მოიცადე. მიბაკუნებს ქალბატონი. მოდივარ. ჩიტების ჭიკჭიკი რო ისმის დაუსრულებლად. ნელა წადი, ნელ. ისე ჯიბეებიდან თუ ამოიღებ ხელს კარგს ისა. მოდივარ, დედა, მოდივარ. ევე. რაღაცა, ოპ, ნელა, დედი, ფრთხილად. არა უშავს, საქმიანი ქალები. მე რა საოცარია ხალხი, სიმშვიდე. სული გაქვს როდის ჩახვალ, ხო? მოდი წავიდა. ევე კოსაგერ ბუკით. მივდივართ. აი მე ყვერთო ვინ არის, მოკლედ თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ დააპაუზოთ ეკრანი და წაიკითხოთ. ესენი არ მაგწანთ გოგოებო აქ? კი, კარგია? ცოტა ცივა, ხო? არა უშავს, კარგია, რა კარგი ჰაერია რა? ნებივრობენ გოგოები. შეგიძლიათ დაიძინოთ ქალბატონებო. გოგო, არსადე? მოგწონს? კი, ძალიან მომწონსარგე, კაკი გოლებიანია. შედაშევი. კარგად. ქვევრი. ბატონო. ქვევრი, დედა, ქვევრი. წადით. გავედით. ნუ ყვირე ხარ თողოთ. მოიცადე? აუსვენრები. წუთი ვიყავით. გამეყინა ცხვირი, ძალიან კარგი ჰაერია. გოგოები გაჩერდნენ, ჩვეულებრივად, უბრალოდ. ევეკო, მაქედან არ ავდივართ, დედი, მანქანა აქეთ არის, დე? აი აქეთ, დე. ნელა აუყევით ახლა ბილიქს. ამათ სასუსნარები ქონდათ და აღარ გეწინააღმდეგებიან არაფერში, უბრალოდ უფრო დღეს ახლა რადგან პირველი დღეა და 40 წუთი 9 საათი არის პირველ დღეზე ნათქვამი. მაგიტო წამოვიყვანე დანი და მერე უკვე არ ვიცი დანი რამდენად გაჩერდება საათ 9-2 საათი აქ. რაღაცა ეჭვმეპარება. წავთ ახლა პური უნდა ვიყიდოთ. პური უნდა ვიყიდო? ხო, გოგო. მე ყვას პური. წინ იყურე ოღონდ. ხო და წავთ. ლავაში ხო არ ვიყიდოთ? ლავაში
ლავაში გინდა? ჰა? რა არის? ლავაში, ხო? თუ გინდა წადი, მაგრამ ასე კიბეებია. ესე წამო დანი შენ? დანიელა, შენ ესე აყევი ბილიქს და? მოვედით სახლში. უზობოდ კმაყოფილები იყვნენ გოგოები და მეც რა თქმა უნდა. თეთრამღვიმეში რომ ვიყავით, ცოტა დავისვენეთ და ეხლა გამოვედი. რძე, იოგურტი, ესეთ რაღაცები მინდა უყიდო და თქვენთან ვარ ერთი თხოვნით. ვინ რომელ რძეს ყიდულობთ ბავშვებისთვის ან რომელ იოგურტს მაინტერესებს, იმიტომ რომ ეხლა რომ ჩამოვედით ვიყიდე სანტეს რძე. მაინტერესებს ჩემი გამომწერების აზრი ბავშვებისთვის ვინ რომელ რძეს და იოგურტს იყენებთ. მე მაგალითად მირჩევნია ეხლა რომ უყიდო თქვათ მაწონი და თაფლით და ბანანით გავაგემრიელოთ, მაგრამ ხანდახან არ ჭამებ ასეც. უბრალოდ ეველინა ჭამს, დანიელა არ ჭამს. რომელ იოგურტს და რძეს გავწევთ რეკომენდაციას ერთი სიტყვით. დააჯიბებამ გაგვიკეთა მჭადები, ჭვიშტარი, ნიგზიანი სალათა, ეველინას მეტი რა უნდა და ეკალა. გიჟდები ეკალაზე და ევეკოს დარწმუნებული ვარ მოეწონება. ეკალა არა აქ ნაჭამ, მაგრამ მწვანე და წითელი ფხალი უყვარს ძალიან. და კიდე ქათმის ბულიონი, ხო? რომელსაც შეჭამს დანი. მოვიდა გიობავუ და მოუტანა გოგოებს მათთვის უსაყვარლესი მოცვი. გოგოები ვაბანავე, დავაძინე და ეხა მაქვს დრო რომ პატარა ინფორმაცია მოგაწოდოთ თეთრამღვიმესთან დაკავშირებით. თეთრამღვიმე მე ჩემ მახსოვრობაში, რა ვიცი რა გითხრათ. ევეკოს ასაკიც რო ვიყავი უკვე მაგ დროიდან ბებო გვიყვებოდა ხოლმე თეთრამღვიმესთან დაკავშირებით, თუმცა მისი არსებობა 30,000 წელს ითვლის ლამის. გაგიკვირდებათ და იტყვით რა 30,000 წელი ხო ხარ კარგადო, მაგრამ რეალურად ესე არის 30,000 წლიანი ისტორია აქვს, აღმოჩენილი არის პირველყოფილი ადამიანების ძვლები, ცხოველების ძვლები, სხვადასხვა ცხოველების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და საკმაოდ ცნობილი იყო 70-იან, ანუ მე-20 საუკუნის 70-იან, 90-იან წლებში ეს სპილეოთერაპიის კუთხით, ესე იგი ვინაიდან და რადგანაც მთელი წლის მანძილზე აქვს ტემპერატურა არის უბრალოდ მღვიმეში 13-14 გრადუსი, განსაკუთრებით კარგი არის ეს გარემო ასთმის მქონე ადამიანებისთვის, ვისაც ბრონხების ფილტვების პრობლემები აქვს, ასევე ჰიპერტონია, გულსის ძარღვთა დაავადებები და მე მგონი თუ არ ვცდები 2018 წლის შემდეგ აღადგინეს, იმიტომ რომ ერთი პერიოდი მიტოვებული იყო, ანუ შიგნით განათება არ იყო, არაფერი, ანუ ბაბურო ცოცხალი იყო, სადღაც მაქვს სურათები, წყალტუბოში ცხოვრება რო ქუხდა და მთელი ამბები, დამსვენებლები რო ჩამოდიოდნენ, შედიოდნენ, შიგნით იყო განათებაც, სკამებიც და ვისაც აწუხებდა ეს ასთმის პრობლემა, ვისაც ჰქონდა და
ჭირდებოდა ეს სპილეოთერაპია, შედიოდნენ ჩვეულებრივად. მერე უკვე 8 ირია ყველაფერი და აღარ იყო იმდენი ტურისტი წყალტუბოში. უფრო ისე მივიწყებული გახდა უყურადღებობით, მერე ისე ჩადიოდნენ უბრალოდ და ნუ როგორც ხდება ხოლმე ხა ტყეში რო გავლიან და პიკნიკს მოაწყობენ და ნაგავს ტოვებენ ტყეში, ანუ ასეთ სიტუაცია იყო რა და თუ არ ვცდები 2018 წელში აღადგინეს ეს ყველაფერი, ანუ გააკეთეს ახალი შესასვლელი, განათება, მოაწესრიგეს ყველანაირად, იმის გარდა რომ ადამიანები მიდიან იქ თავის ჯანმრთელობის გამო და ატარებენ რაღაც პერიოდში, იქ ასევე მიდიან ტურისტები, ანუ გიდი ყავთ ჩვეულებრივად, აღმოჩენილი არის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები პირველყოფილი ადამიანის დროინდელი, ანუ სხვადასხვა ინსტრუმენტები და ესეთ რაღაცეები რა. და დადიან ჩვეულებრივად ტურებს ატარებენ, ანუ კიდე აქვთ ღვინო მღვიმეში, რადგან სტაბილურად არის 13-14 გრადუსი ტემპერატურა, იქ აძველებენ ღვინოს და ყიდიან. და ვინც მიდის, ანუ ესე თერაპიისთვის, ვისაც აწუხებს ასთმა, ბრონხები და ასე შემდეგ, იწყება 9 საათი 40 წუთით, უნდა გაჩერდე პირველ ჯერზე და მერე ნელა-ნელა უმატებ დროს. ეხლა რაც შეეხება თანხას 16 წლამდე, ანუ ევეკო ხო 6 წლის არის 10 დღიანი კურსი, გამოდის 80 ლარი. შემდეგ თუ გინდა რომ კიდე დაამატო, არ შეგიძლია რომ დაამატო 5 დღე. ანუ ისევ 10 დღე უნდა დაამატო. პირველი ეტაპისთვის 10 დღე სავსებით საკმარისია. მერე შეგიძლია რომ ცოტა შეისვენო და ისევ ერთი 10 დღე ჩაიტარო. პირველი ჯერზე გავჩერდით 40 წუთი და ვნახოთ, მერე როგორ და რანაირად გავაგრძელებთ. არა მგონია რომ დანიელა მიაროს, იმიტომ რომ ევეკოს ასე თუ ისე გავაჩერებ, ხან ტაბლეტს წავიღებ, ამ ტაბლეტზე სხვადასხვა თამაშების გარდა შეუძლია მათემატიკის მაგალითები გამოიყვანოს და რაღაცით გავერთოთ ერთი სიტყვით და დანიელას შემთხვევაში ცოტა რთულად იქნება საქმე ჩემი აზრით. ისე საკმაოდ სასიამოვნო, უბრალოდ ცივა და აქვთ პლედები იქ, მაგრამ მე ჩემი პლედები მქონდა წაღებული. როგორც ნახეთ, არის შეზლონგებიც, სკამებიც, თავიდან რომ შედიხარ, ცოტა თვალი ვერ ეგუება ამ სიბნელეს, მაგრამ მერე ეჩვევი. ხო და ვნახოთ, აბა 10 დღის აბონემენტი მაქვს შეძენილი და რა და როგორ იქნება. და დღეს გიდი რომ იყო შემოსული, ტურისტების ჯგუფი ყავდა შემოყვანილი. ამ ქალბატონმა ახსენა, რომ ესე იგი ეს მღვიმე გამოიყენებოდა 70-იან წლებში კოსმონავტების გადასამზადებელ ადგილად. ესეც რაღაც ახსენა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ძირითადად ესე იგი ეს მღვიმე თავისი ტემპერატურული რეჟიმით და ტენიანობით რაც გააჩნია, მაინც გამოიყენება ამ სპელეო თერაპიისთვის და ვნახოთ მოკლედ იმედია გვიშველის დიდი იმედი მაქვს. მე ეს ინფორმაცია ხა ვიდრე ესე პოპულარული გახდებოდა თეთრ მღვიმე და კიდე ბევრმა არ იცის ამის შესახებ და
არ არის შეიძლება ისე ცნობილი როგორც სათაფლია და პრომეთე გახდა ჯერჯერობით, იმიტომ რომ ბევრს არ აქვს ეს ინფორმაცია, რომ ესე ამ კუთხით გამოიყენება ანუ მარტო ტურისტულად მისვლა და დათვალიერების გარდა თერაპიებიც რო შეგიძლია რომ ჩაიტარო და იმედია ბევრად უფრო ცნობილი გახდება. ხო და რაც შემეძლო რომ მომეძიებე ესე ის ინფორმაცია და მომეწოდებინა თქვენთვის რაც შევძელი გამეგო კი მოგაწოდეთ. ხო და თუ რამეს დამატებით გავიგებ კიდე იმასაც მოგიყვებით და გეტყვით. 10 დღე უნდა ვიაროთ. ნახოთ რა იქნება. ესეთი ამბებია. წავედი ახლა მეც დავწექი, დავისვენე. ხვალ ისევ წავალთ. ამჯერად მე და ევეკო. თანის დავწოვებთ დაჯიბებოსთან. დაგემშვიდობებით ახლა მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და შევხვდებით მომავალ ვლოგში.